ფარცხალაძის ბანდის წევრად დასახელებული გიორგი მიქაძე დღეს ფიზიკურად საკუთარ სასამართლო პროცესზე პირველად გამოჩნდა. ის წინა სასამართლოს ხდომას დისტანციურად ერთვებოდა და დღესვე დააფიქსირა პოზიცია, რომ ყველა პროცესს დაესწრება და ბოლომდე ჩაერთვება ამ სისხლის სამართლის საქმის განხილვაში. დღეს მოსამართლის კითხვაზე ცნობს თუ არა წარდგენილ ბრალდებაში თავს დაამნაშავეთ გიორგი მიქაძემ განსასჯელის სკამიდან თქვა, რომ კატეგორიულად არა. მეტი მას არაფერი უთქვამს, თუმცა გამომდინარე მისი პოზიციისა, რომ ის უნდა იყოს ბოლომდე ჩართული სისხლის სამართლის საქმეში, ეს სავარაუდოდ ნიშნავს იმას, რომ ის ჩვენებასაც მისცემს, როდესაც აღნიშნული პროცესი მივა იმ ეტაპამდე, რომ ბრალდებულს უკვე მიეცეს შესაძლებლობა ჩვენების მიცემის. დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე არსებითი განხილვა დაიწყო და წესით მტკიცებულებების გამოკვლევაც უნდა მოგვესმინათ, თუმცა განისაზღვრა მხოლოდ შემდგომის ხდომის თარიღები და ხდომა ამით დასრულდა. ადვოკატები კი პროცესის დასრულების შემდეგ ამბობდნენ მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ 5 თვის წინ მიეცნენ აღნიშნული პირები პასუხისგებაში, ორი მათგანი ჩვენი მაყურებლისთვის ცნობილია, რომ ძებნილად არის გამოცხადებული და ისინი საქართველოს ტერიტორიაზე არ იმყოფებიან. საუბარია დავით მიქაძეზე და გიორგი ჯოხაძეზე. ამ დრომდე საქმეში ვერც ერთი დამატებითი მტკიცებულება ვერ ჩაიდო. ადვოკატების განცხადებით, რაც დაადასტურებს იმას, რომ ოთარ ფარცხალაძესთან მათ დანაშაულებრივი კავშირი ჰქონდათ და ლევან ჯანგოლაძის მკვლელობა დააორგანიზეს. კრიტიკულად მტკიცებულებების პრობლემა უდგას ამ სისხლის სამართლის საქმეს. სამწუხაროდ 5 თვის თავზე, მას შემდეგ რაც ბრალდებულების სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცნენ, დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე მზად იყო, რომ სასამართლოსთვის ამ მტკიცებულებების შესახებ, ამ ფაქტობრივად ძალიან დაბალი სტანდარტის შესახებ ეთქვა, თუმცა მოგეხსენებათ, რომ გადაიდოს ხდომა, თუმცა შემდეგ პროცესზე იმედი გვაქვს, რომ ამის შესაძლებლობა მოგვეცემა. ფული და დიდი ბრძოლა დაიწყება ჩვენს და ბრალდების მხარეს შორის. ხელოვნურად შექმნილ საზოგადოებრივ აზრს და რეალურ მტკიცებულებებს შორის. არც მიქაძეებს ფარცხალაძესთან ან ფარცხალაძის ჯანგველაძესთან ან ამ ყველას ერთად ან ცალ-ცალკე რაიმე საერთო ბიზნეს საქმიანობა ნამდვილად არ ხდება. ან მათ ურთიერთობას და ერთობას ადასტურებს თუ არა რაიმე მტკიცებულება, ასეთი რამე წარმოქმნილი არ გახლავთ. ასე მონათვლის და ეგრეთ წოდებული იარლიყის მიკვრით შეგვიძლია ნებისმიერი ერთობა ან ურთიერთობა გამოვაცხადოთ დანაშაულებრივ ჯგუფად. დღეს დაიწყო მოცემული სისხლის სამართლის არსებითი განხილვა, დაიწყება შემდეგ პროცესზე იქნება აუცილებლად შესავალი სიტყვები და იკითხებიან გარკვეული მოწმეები ბრალდების მხარის მხრიდან. თავდაპირველი ბრალდება, როდესაც წავიყვანეს გიორგი ჯოხაძეს, მას შემდეგ მტკიცებულებების ნაწილში არაფერი არ შეცვლილა, აბსოლუტურად რაიმე ახალი მტკიცებულება არ დამატებულა და ვიმედოვნებთ, რომ სასამართლომ ამ მტკიცებულებების, რაც ბრალდების მხარეს აქვს წარმოდგენილი, შეჯერების შედეგად მივა მხოლოდ ერთადერთ დასკვნამდე გამოიტანს სამართლიან დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება მხოლოდ და მხოლოდ გამამართლებელი განაჩენი. ლევან ჯანგოლაძის შეკვეთილი მკვლელობის გამოყოფილ საქმეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი განიხილავს. შემდგომი სასამართლო პროცესი, სადაც უკვე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა უნდა დაიწყოს. 16 იანვარს არის ჩანიშნული და სამივე ბრალდებულს ამ საქმეზე უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.